მოგესალმებით მეგობრებო. დავიწყოთ ბიურო წვდომა. თუ შეიძლება ყურადღებით. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი რუსუდან თევზაზისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ეს არის განსახილველი საკითხებში რაც დაემატა ასევე საქართველოს კანონის პროექტი ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების საკითხი. კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესახებ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ. ესეც დაემატა. ამ შემთხვევაში ალექსანდრე ტაბატაძე არის მომხსენებელი საქართველოს კანონის პროექტი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ეს პაკეტია მეორე ორი კანონ პროექტი უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ეს არის პაკეტის მეორე კანონ პროექტი. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის საკონსულო საქმიანობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე იარაღის შესახებ კანონში ცვლილებებია ეს პაკეტია ფსიქიური ჯანმრთელობის შესახებ საგზაო მოძრაობის შესახებ ლიცენზიების და ნებართვების შესახებ სალიცენზიო სანებართვო მოსაკრებლის შესახებ სახელმწიფო ქონების შესახებ პოლიციის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გაწეული მომსახურების დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ ნარკოტიკული საშუალებების ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარებების შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საექიმო საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ეს არის ის კანონ პროექტები რომელიც ამ პაკეტში არის განსახილველი. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ ასევე ცვლილებებია გათვალისწინებული დადოცვის კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ და ესეც პაკეტია რომელსაც კიდევ ორი კანონი პროექტი ახლავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებები და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები. გვაქვს კანონის პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების შეტანის თაობაზე თავისი თანხლები ერთი კანონ პროექტით რომელიც ეხება საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში ცვლილებას. იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ესეც საკმაოდ ვრცელი პაკეტია რომელიც მოიცავს ასევე კანონ პროექტებს კანონებში ცვლილების თაობაზე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ სალიზინგო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის და ვადების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების შეტანის შესახებ რაც ჩამოთვალე ეს ყველაფერი ერთ კანონ პროექტშია ერთ კანონების ერთ პაკეტშია. საქართველოს კანონის პროექტი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციის და კომპენსაციის შესახებ საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ და აქაც პაკეტია ესეც და უნდა განვიხილოთ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის ბინადრობის მოწმობის და მოქალაქეობის პასპორტის დაცვის პასპორტების გაცემის წესის შესახებ პროფესიული თეატრების შესახებ და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონებშიც
ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონის პროექტი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს 42 პუნქტია, 53 არის დადგენილების პროექტი 2006-28 წლების ფულად საკრედიტო და საავადმყოფო პოლიტიკის პირადი მიმართულების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ეს არის კანონ პროექტთა ჩამონათვალი, რომელიც დაემატა ჩვენ დღის წესრიგს და ბატონი პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი კობახიძის ინტერპელაცია, ესეც არის დღის წესრიგში. ახალი საკანონმდებლო ინიციატივებიც აგვაქვს. საქართველოს აზიისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ჩვეულებრივი ოპერაციები, ჩრდილო სამხრეთ დერეფნის ქვეშეთი კობიგზის პროექტი, ნომერი პირველი ცვლილების წერილს შეთანხმება. აქ ინიციატორი არის საქართველოს მთავრობა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი იქნება წამყვანი, ისე სავალდებულო კომიტეტები არის ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. გვაქვს ასევე ეს პაკეტი ორ კანონ პროექტი არის მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე. დაჩქარებული წესით ითხოვს აქ ერთი წუთით ინიციატორი ვინ არის ბატონო მერკო? ბატონო და ამასთან დაკავშირებით გთხოვთ მხარე დაუჭიროთ მათ თხოვნას, იცით რომ ხო დაჩქარებულზეა ლაპარაკი. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თავისთავად იქნება ძირითადი წამყვანი, იურიდიული საკითხთა კომიტეტი და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტები სავალდებულო განხილვისათვის. საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერო მიმოსვლის შესახებ გვაქვს შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი და სავალდებულო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის საერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, აქაც წამყვანი იქნება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტი. მთავრობისა და საქართველოს მთავრობისა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის იგივე შინაარსის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით გვაქვს შეთანხმება. აქაც ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გაიყოფენ უფლებამოსილებებს სავალდებულო და წამყვანი კომიტეტების უფლებამოსილებებთან ხედულობაში. მთავრობასა და სეიშელის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება გვაქვს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავენ ამ საკითხს. საქართველოს კანონის პროექტი სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ წამყვანი კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია, სავალდებულო საფინანსო საბიუჯეტო. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე იურიდიული საკითხთა კომიტეტი და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. შემდეგ არის შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და თანხლები პროექტის სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. ესეც დაჩქარებული წესით ითხოვს განხილვას და ფიქრობ ხარი უნდა დაუჭიროთ საშემოდგომო პერიოდი მთავრდება განხილვების და აქედან გამომდინარე. წამყვანი კომიტეტი საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, სავალდებულო კომიტეტი იურიდიული საკითხების.
ორგანული კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე დაჩქარებული წესით არის თხოვნა და გთხოვთ აქაც უკაცრავად გამარტივებული წესით არის თხოვნა და გთხოვთ აქაც მხარი დაუჭიროთ. დიდი მადლობა იურიდიული კომიტეტს გადავცეთ, წამყვანი კომიტეტი ის იქნება და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის სავალდებულო განხილვა ამ კომიტეტში. საქართველოს ტყის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ გამარტივებული წესით არის აქაც თხოვნა და აქაც მხარი დაუჭიროთ, გთხოვთ ყველას და სავალდებულო თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი, წამყვანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თავისთავად. ბატონო? ხო, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი ასევე სავალდებულო. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და ვრცელი პაკეტი უმაღლესი განათლების შესახებ, სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიების შესახებ, სამხედრო ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახების წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ. ეს არის კანონპროექტების ჩამონათვალი, რომელიც ამავე პაკეტში არის განსახილველი. იურიდიული კომიტეტი იქნება წამყვანი სავალდებულო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტი. საქართველოს კანონის პროექტი ნარჩენების მართვის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე ინიციატორი ითხოვს დაჩქარებული წესით განხილვას და გთხოვთ ამასაც მხარი დაუჭიროთ ერთხმად. წამყვანი არის გარემოს დაცვის კომიტეტი და სავალდებულო ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. კანონის პროექტი გვაქვს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც დაჩქარებული წესით გთხოვენ განხილვას იურიდიული კომიტეტი და გთხოვთ ხელისაწევი დაუდასტუროთ მხარდაჭერა. წამყვანი იურიდიული საკითხთა კომიტეტის შესაბამისად და სავალდებულო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. კიდევ ერთი კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის, ანუ ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც დაჩქარებული წესია მოთხოვნილი იურიდიული კომიტეტის მიერ და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ. წამყვანი იქნება შესაბამისად იურიდიული საკითხთა კომიტეტი და სავალდებულო ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი. დაჩქარებული წესით გთხოვს განხილვას მთავრობა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონში ცვლილებების შესატანად, შესაბამისად სოფლის მეურნეობის კომიტეტი, წამყვანი და სავალდებულო იურიდიული საკითხთა კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. ახლა საორგანიზაციო დაჩქარებული წესით გთხოვენ განხილვას, აქაც მხარის დაჭერა არის უპრიანი. საორგანიზაციო საკითხები პლენარის სხდომის დღის წესრიგში უკვე გვაქვს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა, ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2026-28 წლების ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე და ცნობად მივიღოთ მომართვა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან 2025 წლის 19 ნოემბრის კომიტეტის ხმაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ზალის წარდგინებით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კომიტეტის წევრის ზურაბ ქადაგიძის არჩევის შესახებ წარმატებები უსურვოთ მას ამ პოსტზე. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული
უკაცრავად მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეების გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის განცხადება გვაქვს არანაკლებ 25,000 ამომრჩევლის ინიციატივით უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენების უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ. განცხადება საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ უნდა გადაეცეს საპროცედურო კომიტეტს თავისთავად ეს სტანდარტია. ვინმე განცხადებები თუ არა გაქვთ, რაიმე გთხოვთ დამეთანხმოთ და დავამთავროთ ბიუროს დღევანდელი სხდომა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ 11 საათსა და 45 წუთზე ჩვენ ხვალ კვლავ შევიკრიბებით ბიუროს ფორმატში.